სიმაღლე 818 მეტრი, სართული 160. პროექტის ღირებულება 20 მილიარდი დოლარი. ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ დუბაია. ცათამბჯენის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 5 წელი გაგრძელდა. ბურჯ დუბაი 2009 წელს მოჰამედ ბინ რაშიდის შეიხად აღიარების 4 წლის აღსანიშნავ დღესასწაულზე საზეიმოდ გაიხსნა. თანამედროვეობის ყველაზე მასშტაბური პროექტი ამერიკელ არქიტექტორს ადრიან სმითს ეკუთვნის. ბურჯ დუბაი 200 ჰექტარ მიწაზეა განთავსებული. ცათამბჯენის 49 სართული ოფისებს უკავია. დანარჩენ სართულებზე კი 1054 საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო ცენტრები, აუზები და სასტუმროებია განლაგებული. წარმოუდგენელია ბურჯ დუბაის ფუნქციონირება მაღალტექნოლოგიური ძალიან სწრაფი ლიფტების გარეშე. შენობაში სულ 56 ლიფტია. ბურჯ დუბაის გარშემო ხელოვნური წყალსაცავია გაშენებული, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცეკვავე შადრევანია განთავსებული. მისი მშენებლობა კი 218 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა და ის სიდიდით მსოფლიოს რეკორდების წიგნშია შესული. ბურჯ დუბაის აშენებამდე სტრუქტურულ ნაგებობებში ყველაზე მაღალი შენობა ტაიბეი იყო, რომელიც ტაივანში მდებარეობს. სიმაღლე 571 მეტრი, სართული 101. პროექტის მთლიანი ღირებულება 1.7 მილიარდი ამერიკული დოლარი. ტაიბეის მშენებლობა 1999 წელს დაიწყო და ოფიციალურად 2003 წლის 17 იანვარს გაიხსნა. მრავალსართულიან სავაჭრო კომპლექსში მაღაზიები, რესტორნები და კლუბებია განთავსებული. ტაიბეი თანამედროვე ტაივანის სიმბოლოა. პოსტმოდერნისტულ სტილში აშენებული ტაიბეი თანამედროვე და ძველი ჩინური არქიტექტურის ნაზავია. ბურჯ დუბაის მსგავსად ამ ცათამბჯენშიც ყველაზე სწრაფი ლიფტებია დამონტაჟებული, რომელთა სიჩქარე 63 კმ/სთ აღწევს. არქიტექტორების უნიკალური გამოგონების წყალობით ცათამბჯენს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება. შენობის 97 და 91 სართულებს შორის სპეციალურ თოკებზე 728 ტონიანი ბურთია დამაგრებული. მიწისძვრის ან ქარიშხლის შემთხვევაში ის ამორტიზატორების დახმარებით შენობის რყევას აჩერებს. მსოფლიოში რიგით მესამე ცათამბჯენი კი შანხაიში მსოფლიო ფინანსური ცენტრია, რომელიც უცნაური ფორმით გამოირჩევა. ცათამბჯენს გამჭოლი 46 მეტრის სიგანის ჭრილი აქვს, რაც შენობაზე ქარის ზემოქმედებას ამცირებს და მას დაზიანებისგან იცავს. 494 მეტრის სიმაღლის შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრის შენობაში 101 სართულია. ის სხვადასხვა მაღაზიას, სასტუმროს, ოფისებსა და საცხოვრებელ ბინას იტევს. ცენტრში ყველაზე მიმზიდველი პანორამული მოედანია. 474 მეტრის სიმაღლიდან ყველა მსურველს შანხაის ხედით დატბობა შეუძლია. ეს 88 სართულიანი შენობა კი პეტრონასის კოშკებია, რომელიც მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მდებარეობს. ამ ორ კოშკს მსოფლიოში ყველაზე მაღალი საჰაერო ხიდი აკავშირებს, რომელიც 170 მეტრ სიმაღლეზეა გადაჭიმული. პეტრონასის მთლიანი სიმაღლე კი 452 მეტრია. ისლამურ სტილში აგებული ცათამბჯენის მშენებლობა 1992 წელს დაიწყო და 6 წლის შემდეგ დასრულდა. პეტრონასი გამოირჩევა არა მარტო სიმაღლით, არამედ კონსტრუქციული სირთულითაც. შენობის შიდა ფართი 213.750 კვადრატული მეტრია, რაც 48 საფეხბურთო მოედნის ფართს უტოლდება. პეტრონასი 40 ჰექტარ მიწაზეა განთავსებული. ამერიკის შეერთებული შტატები ცათამბჯენების ნაკლებობას არ განიცდის, თუმცა ყველაზე მაღალი 453 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი უილის თაუერია, რომელიც ჩიკაგოში მდებარეობს. მას სირს თაუერსაც უწოდებენ. 100 სართულიანი ნაგებობის მშენებლობა 1970 წელს დაიწყო და 3 წელიწადში დასრულდა. პროექტის მთლიანი ღირებულება კი 1 მილიარდი დოლარია. ცათამბჯენის კოშკის განსაკუთრებულობას მისი უნიკალური კონსტრუქცია ქმნის, რომელიც შენობას ძლიერი ქარიშხლებისგან იცავს. სირს თაუერის პანორამული მოედანი, რომელიც 103 სართულზეა განთავსებული, ჩიკაგოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება. მოედნიდან 70-80 კილომეტრის რადიუსზე ჩიკაგოს პეიზაჟების დათვალიერებაა შესაძლებელი. თუ თქვენ სიმაღლეს გეშინიათ, მსგავსი ცათამბჯენების პანორამული მოედნებიდან გადმოხედვა გაგიჭირდებათ, თუმცა ამ გრანდიოზული ნაგებობების დათვალიერება გარედან მაინც ნამდვილად ღირს.